მე მქონდა ხილვა. მე ვიხილე ბნელი და ქარიშხლიანი ზღვა. იმ ზღვაში დავინახე უამრავი ადამიანი, რომლებიც ყვინთავდნენ, ტივტივებდნენ, ყვიროდნენ, იწევლებოდნენ, იტანჯებოდნენ, იბრძოდნენ და იხრჩობოდნენ. და ამ ბნელი და საზარელი ზღვიდან დავინახე მყარი კლდე, რომელიც წამოიმართა ზღვის შტორმიდან და ამ კლდეს გარშემო ჰქონდა პლატფორმა. ამ პლატფორმაზე განუწყვეტლივ ეკიდებოდა და ზედადიოდა ხალხი და ცდილობდნენ როგორმე თავი დაეხციათ ამ ბნელი და საზარელი ზღვისაგან და დავინახე რომ ზოგიერთი მათგანი ვინც უკვე გადარჩენილი იყო პლატფორმაზე ეხმარებოდნენ სხვებსაც რომ ამოიყვანათ ისინი რომლებიც ჯერ კიდევ საზარელ ზღვაში იმყოფებოდნენ რათა მიეღწიათ უსაფრთხოებისთვის მაგრამ რაღაცამ საგონებელში ჩამაგდო ზოგიერთი რომლებიც უკვე გადარჩენილები იყვნენ სრულიად დაავიწყდათ ყოველივე ეს ის უკუნეთის სიბნელე საფრთხე აღარ აღელვებდათ მათ და რაც პირდაპირ გასაოცარი იყო ჩემთვის, გახდათ ის, რომ უმრავლესობას ამ ხალხისას საერთოდ არ აინტერესებდა ის ადამიანები, რომლებიც მათ თვალწინ იტანჯებოდნენ და იღუპებოდნენ. მაგრამ შემდეგ დავინახე რაღაც შესანიშნავ. მე დავინახე დიდებული ადამიანი ზეცაში, რომელიც ჩამოვიდა თავისი სასახლიდან ბნელი ღრუბლების გავლით და პირდაპირ იმ საზარელ ზღვაში ჩავიდა იმ ხალხთან, რომლებიც იხრჩობოდნენ. და დავინახე მისი სიყვარული, რომ იგი ეხმარებოდა და იხსნიდა ყველას საკუთარი სისხლის ფასად. და ის გამუდმებით შეძახოდა იმათ, ვინც უკვე გადარჩენილი იყო, ვისაც თავად მოუტანა ხსნა თავისი ხელით, რომ მისულიყვნენ და დახმარებოდნენ მას ამ ტკივნეულ საქმიანობაში, რომ გადაერჩინათ და კარგულნი. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ისინი, ვინც უკვე პლატფორმაზე იყვნენ და ვისაც ის ეძახდა, ისე იყვნენ დაკავებულნი საკუთარი საქმიანობით, პროფესიით, ფულის დაზოგვით, ოჯახით, ერთობით, რელიგიური კრებებით და კამათით რელიგიის შესახებ, რომ მათ არ უპასუხეს ამ დიდებული ადამიანის მოწოდებას, რომელიც საკუთარი ნებით, თავისი სულით ჩამოვიდა იმ ზღვაში. ასე რომ მრავალი იტანჯებოდა, იხრჩობოდა და იძირებოდა უკუნეთში. შემდეგ ვნახე გასაოცარი რამ, რომელიც ვფიქრობ ყველაზე საკვირველი ამ ძალზედ უცნაურ ხილვაში. ისინი, ვისაც ის ადამიანი უხმოვდა, რომ მისულიყვნენ და დახმარებოდნენ მას ამ რთულ საქმიანობაში, ყოველთვის მოუხმოვდნენ და ლოცულობდნენ მის მიმართ. რათა მისულიყო ის ადამიანი მათთან. ვიღაცა ითხოვდა, რომ მისულიყო მასთან და დარჩენილიყო, რათა მისი ცხოვრება უფრო ბედნიერი გაეხადა. სხვები ითხოვდნენ, რომ მისულიყო და გაეფანტა ყოველგვარი ეჭვი და გაუგებრობა მათში, რათა ჭეშმარიტებაში დამკვიდრებულიყვნენ. სხვებიც ითხოვდნენ, რომ მისულიყო იგი მათთან, რათა უფრო უსაფრთხოდ ეგზნოს თავი კლდეზე და დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ აღარასოდეს ჩაიძირებოდნენ. ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება ახლოს მისულიყვნენ კლდესთან, სადაც ეგონათ, რომ ის დიდებული ადამიანი იყო და შეძახოდნენ, მოდი ჩვენთან, მოდი და დაგვეხმარე ჩვენ. მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის დაბლა იყო იმ ხალხს შორის, რომლებიც იხრჩობოდნენ და იგი კვლავ მაღალი ხმით მოუწოდებდა მათ, მოდი ჩემთან, მოდი და დამეხმარეთ. და შემდეგ მივხვდი ყოველივე ამას. ის ზღვა იყო ცხოვრების ოკეანე, ცოცხალი ადამიანებით სავსე ზღვა. ის უამრავი ხალხი, რომლებიც იტანჯებოდნენ ქარიშხლიან ზღვაში, იყვნენ მილიარდობით ცოდვინი ყოველი ქვეყნიდან და ერიდან. ის დიდებული თავშესაფარი კლდე იყო დაცვა, ჯვრის ადგილი. და მასზე იყვნენ ისინი, რომლებიც დახსნილნი იყვნენ ცოდვისაგან და ჯოჯოხეთისგან და რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ იესოს მიმდევრები ყოფილიყვნენ. ის ყოვლისშემძლე ადამიანი კი, რომელიც მოუწოდებდა მათ, იყო ძე ღვთისა, რომელიც გუშინ დღეს და უკუნისამდე უცვლელია, რომელიც კვლავაც იბრძვის, რომ გადაარჩინოს უამრავი მომაკვდავი ადამიანი ამ საშინელი წყევლისგან. მისი ხმა ყველა მუსიკაზე, ინსტრუმენტზე და ცხოვრებისეულ ხმაურზეც კი მაღალია, რომელიც მოუხმობს უკვე გადარჩენილებს, რათა მივიდნენ და დაეხმარონ მას სოფლიოს ხსნაში. ჩემო მეგობრებო ქრისტეში, თქვენ დახსნილი ხართ წყლებისაგან, თქვენ კლდეზედ გახართ. იესო ბნელ ზღვაშია და გეძახით, რომ მიხვიდეთ და დაეხმაროთ მას. წახვალ კი შენ.